ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა თბილისში. საქართველოს სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროების დელეგაციები, ასევე შეერთებული შტატების ელჩი და სხვა ოფიციალური პირები. ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მისი გადანაწილება სხვადასხვა სექტორებს შორის, როგორც არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და სხვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რათა ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს ამ ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენება და მეორე მხრივ მიღწეული იყოს გრძელვადიანი სარგებელი და მაქსიმალური სარგებელი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი სამინისტროს როლი მდგომარეობს იმაში, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ჩვენს დაქვემდებარებაშია, ეტაპობრივად აუმჯობესებს მუნიციპალიტეტებში წყლის მიწოდების საკითხებს და ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გაგვაჩნია, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი სხვა უწყებებთან ერთად სინქრონიზებულად ტარდებოდეს და ხორციელდებოდეს, რათა უფრო უკეთესად იქნას მართული ის რესურსები, რა რესურსებიც ქვეყანაში არსებობს.